1 დეკემბერს კრემლმა გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ აწვდიან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პუტინს მაღალი რანგის სამხედრო პირები. შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართა, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს დონეცკის რეგიონში არსებულ ქალაქ პოკროვსკზე და ხარკივის რეგიონის ქალაქ ვოვჩანსკზე. რუსული მხარე არ ღალატობს ჩვევას და ქალაქ პოკროვსკს მისი ძველი საბჭოთა სახელით კრასნოარმეისკით მოიხსენიებს. გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი ქალაქ მირნოგრადსაც საბჭოთა სახელს დიმიტროვს უწოდებს. კონსტანტინოვკას სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა. ეს ქალაქში არსებული შენობების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტს შეადგენს. ცენტრის დაჯგუფების ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი კრასნოარმეისკი და განაგრძობენ დიმიტროვში მტრის დანაყოფების განადგურებას. ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა პუტინს ისიც მოახსენა, რომ მათი დანაყოფები კვლავ ებრძვიან პოკროვსკში მცირე ჯგუფებს. უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსები უკრაინელ სამხედროებს მტერს უწოდებენ, მათ განადგურებით ემუქრებიან და არ იშურებენ ძალისხმევას პუტინის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ კრასნოარმეისკში ჩვენი მუშაობის შედეგებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ჯგუფის მთელ სარდლობასა და პერსონალს და რა თქმა უნდა ჩვენს ჯარისკაცებს, ბიჭებს, რომლებიც ასრულებენ ამ საბრძოლო